მომავალში ადამიანები ლონდონიდან სიდნეიმდე მგზავრობას სულ რაღაც 2 საათში შეძლებენ. ეს კოსმოსის გავლით მოხდება. კოსმოსური ტურიზმის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ჩნდება, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებენ მგზავრობისთვის საჭირო საათებს. ამას შეუძლია რევოლუცია მოახდინოს საავიაციო ინდუსტრიაში. ამ მიმართულებას დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია CAA სწავლობს. მათ შესაბამისი კვლევაც ჩაატარეს და შედეგები ჟურნალ Aerospace Medicine and Human Performance-შია გამოქვეყნებული. კვლევაში ხაზგასმულია, რომ კომერციული კოსმოსური ფრენები ახლა ხელმისაწვდომია ტურიზმისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის. საბოლოო ჯამში მოსალოდნელია, რომ ეს იმ წერტილამდე მივა, რომელიც მოგზაურობას წარმოუდგენლად სწრაფს გახდის. ამჟამადელი საავიაციო სისტემით ჩვეულებრივ დაახლოებით 22 საათია საჭირო ლონდონიდან სიდნეიში ჩასასვლელად. როგორ ჩატარდა კვლევა? CAA სამედიცინო კვლევებს კოსმოსური ფრენების ეფექტის უკეთ გასაგებად აფინანსებს. G-ძალების ანუ სიმძიმი ძალის გავლენა ადამიანის სხეულზე სუბორბიტალური კოსმოსური ფრენების დროს. სწორედ ეს იყო CAA-ის მიერ დაფინანსებული კვლევის ფოკუსი. სამეფო საჰაერო ძალებმა RAF-მა მხარი დაუჭირა კვლევას, რომელიც ჩატარდა ლონდონის კინგს კოლეჯთან თანამშრომლობით. კვლევის ფარგლებში 24 ჯანმრთელი ადამიანი 32-დან 80 წლამდე მოათავსეს RAF-ის ცენტრიფუგაში, სასწავლო დაწესებულებაში, კრენველში. კვლევრებმა ხელოვნურად შეიმუშავეს ისეთი G-ძალები, რომლებიც სუბორბიტალური ფრენებისას იგრძნობა. კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ ასეთი ფრენები ადამიანისათვის პრობლემური არ არის. გარიგვა, რომ ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ მარტივად გაუმკლავდნენ კოსმოსური ფრენის მსგავს ტიპს. მოხსენების თანახმად კვლევის მონაწილეებს შორის ისეთი ეფექტები დაფიქსირდა, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა, არტერიული წნევის მატება, სისხლში ჟანგბადის ვარდნა და პერიფერიული მხედველობის ზოგიერთი ნიშანი, თუმცა ეს G-ძალის პიკის დროს. არის თუ არა ეს კოსმოსური ტურიზმის დასაწყისი? იმ ფონზე, როდესაც ახლა კომერციული სუბორბიტული ფრენები ძალიან ძვირიჯდება. მაგალითად, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic თითო ადგილს 350,000 ფუნტ სტერლინგად ყიდის. ამის გარდა ფრენის ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. თუმცა ახალი კვლევა პროგნოზირებს, რომ მიმდინარე სცენარი შეიცვლება ნაკლებად ძვირი ვარიანტებით. შესაბამისად, მსგავსი ფრენები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის. კოსმოსური ტურიზმი უფრო მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. ის იმ დონეს მიაღწევს, როგორიც ამჟამინდელი კომერციული საჰაერო ფრენებია. კომპანიები უკვე აქტიურად იკვლევენ რაკეტების გამოყენებას კონტინენტებს შორის კომერციული მოგზაურობისთვის. მომავალში ფასები უნდა შემცირდეს და მეტი ჩართულობა